საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების ორი ახალი მემორანდუმი გაფორმდა. ორივე მემორანდუმი ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში მიმდინარე ექსპერიმენტულ სამუშაოებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა, ინჟინერთა და სტუდენტთა აქტიურად ჩართვას ითვალისწინებს. ევროპულმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა CMS ექსპერიმენტიდან გადავიდეს FCC ექსპერიმენტზე. რა არის ეს? ეს არის საუკუნოვანი პროექტი, რომელიც 27 კილომეტრიანი გვირავი, სადაც ხდებოდა ციცოცხლის შემეცნების შესწავლა, უკვე შენდება 100 კილომეტრიანი გვირავი. ეს ხდება საქართველოში პირველად, აი აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვართ, რომელშიც ავარჩევთ. ეს მოხდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ ირაკლი ბახტის უდიდესი დახმარებით, რამიტომ ამას თანადგომა ჭირდებოდა. ჩვენ საქართველოსთან დაახლოებით 13 წელია რაც თანამშრომლობთ და მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას. მემორანდუმი შეეხება FCC კოლაბორაციის ჩამოყალიბებას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის რეგიონში პირველი ინსტიტუცია, რომელიც ამ კოლაბორაციაში ერთიანდება. ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ საქართველოსთვის, რადგან მოხდა ქართული მეცნიერების აღიარება. ეს არის კოლაბორაცია, რომელიც ახლა ფორმირდება და საუკუნეზე მეთხანს გასტანს და საუკუნეზე მეთხანს მიიღებენ სტუდენტები და მკვლევარები შედეგებს იმ თანამშრომლობიდან, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი.